მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ქართული ოცნების და რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. თუმცა როგორც ტრადიცია დამკვიდრდა ჩვენს გადაცემაში, სტუმარი საცობის გამო იგვიანებს, ამიტომ ის რამდენიმე წუთში შემოგვიერთდება. ვიდრე შემოგვიერთდება ბატონი დავითი, მანამდე მე გაგაცნობთ იმ თემებს, ძირითადად თუ რაზე ვისაუბრებთ მასთან. რამდენიმე თემა იქნება, სასაუბრო დაგროვდა. ერთი ეს არის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრა, უნდა შეხვდნენ თუ არა ისინი, რა შედეგს გამოიღებს ეს შეხვედრა. ამ თემაზე მაგალითად დღეს ზურაბ აბაშიძემ მას გააკეთა, უკვე 2 დღე ამ თემაზე მიდის საუბარი, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ ადრე თურმე ჰქონდათ ასეთი სურვილი საქართველოს პრეზიდენტს, მაგრამ მთავრობამ უარი თქვა. დღეს ზურაბ აბაშიძემ განაცხადა ასეთი რამ, რომ ჩვენ ხარს უჭერთ უმაღლესი დონის ქართულ-რუსულ შეხვედრას, თუმცა ამას დეტალური მომზადება სჭირდებაო. ჩვენ უმაღლესი დონის ქართულ-რუსული შეხვედრის ჩატარებას ხარს უჭერთ, თუმცა ეს დეტალურ მომზადებას საჭიროებს. ამის შესახებ განაცხადა ზურაბ აბაშიძე, როგორც ითხარით. ზურაბ აბაშიძე იზიარებს პესკოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უმაღლეს დონეზე ქართულ-რუსული შეხვედრის ჩასატარებლად ვითარება უნდა მომწიფდეს. ვიზიარებ ბატონ პესკოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უმაღლეს დონეზე ქართულ-რუსული შეხვედრის ჩასატარებლად ვითარება უნდა მომწიფდეს და საჭიროა შესაბამისი გარემო შექმნა. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ ხარს უჭერთ ამგვარი შეხვედრის გამართვას, რომელიც საჭიროებს სერიოზულ და დეტალურ მომზადებას, რათა იგი იყოს წარმატებული და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობათა დარეგულირებას. როგორც იცით, დღეს ასევე განცხადება გააკეთა ამ თემაზე რუსეთის ადმინისტრაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ვითარება უნდა მომწიფდეს, გააჩნდეს პოლიტიკური ნება და შესაბამისი გარემო შეიქმნას. კონკრეტულ სიგნალს კი მოსკოვი თბილისისგან ელოდება. პესკოვმა თქვა, რომ პუტინმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ის მზად არის შეხვედდეს, თუ სურვილი იქნება საქართველოს მხრიდან, ამიტომ ჩვენ ქართველებისგან ველოდებით ასეთ სურვილს. სწორედ ამის გარკვევა შევეცდებით ჩვენ უმრავლესობის ერთ-ერთ წევრთან, რამდენად არის მომწიფებული სიტუაცია და აქვს თუ არა აზრი ასეთ შეხვედრას. შემდეგ ეს თემა გვექნება ჩვენ მოკლე ჩართვაშიც და თქვენს მოსაზრებებით საინტერესო იქნება. არის კიდევ რამდენიმე საინტერესო თემა, რომელიცაც ხელისუფლების წევრები ბევრს საუბრობენ, დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ჩვენი სტუმარი იქნება. მანაც ისაუბრა დღეს ამ თემაზე, ეს არის ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა, ქალების მკვლელობა და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მათი პრევენციის მიზნით, სად არის გამოსავალი, არის თუ არა კანონის ცვლილი გამკაცრება, ამ შემთხვევაში გამოსავალი. ეს თემა არის. დღეს მოგეხსენებათ, ქალებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს კანცელარიასთან, სადაც ითხოვდნენ, რომ ქალების ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არისო, ქვაბებით მივიდნენ სახელმწიფო კანცელარიასთან. მოკლედ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა არის ჩემი აზრით და გასარკვევი, თუ ვინ გადაიხადა დავით უსუფაშვილის გამოქვეყნებული წერილისთვის New York Times-ში. როგორც იცით, New York Times-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა დავით უსუფაშვილის წერილი, საკმაოდ ვრცელი, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ივანიშვილი არ არის რუსეთის კაცი. მოკლედ, მოთხრობილი იყო ივანიშვილის მოღვაწეობის შესახებ. როგორც შემდეგ გაირკვა ეს წერილი დაიბეჭდა სარეკლამო ფართზე. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მოიკვლია ეს ინფორმაცია, გაუგზავნა წერილი New York Times და გაირკვა, რომ ერთი გვერდზე რეკლამის განთავსება ამ გამოცემაში ღირს 75,000 евро, სადღაც 150,000 ლარი ღირს, შესაბამისად გაჩნდა კითხვა, ვინ გადაიხადა 150,000 ლარი ივანიშვილზე დაწერილ სტატიაში. უსუფაშვილმა რამდენჯერმე გააკეთა ამაზე კომენტარი, მან თქვა, რომ ბიუჯეტს ეს თანხა არ გადაუხდნენ, აქ თავარი კითხვა ის არის, ბიუჯეტმა გადაიხადეს თუ არა ეს თანხა კონკრეტულ ადამიანზე შექმნილ სტატიაში, ანუ იქ სადაც საუბარია ძირითადად ივანიშვილზე. მართალია, ბატონი დავით უსუფაშვილი ამტკიცებს, რომ ამ სტატიაში სტატიის დაწერის მთავარი მიზანი ივანიშვილის ქება არ ყოფილა, არამედ იყო იმის განმარტება, რომ საქართველოს დღეს არ მართავს პრორუსული ხელისუფლება და მათ შორის ივანიშვილიც არ არის პრორუსული. თუმცა კითხვა ვინ გადაიხადა 150,000 ლარი ამ სტატიის დაბეჭდაში, გადაიხადა თუ არა ბიუჯეტმა, ჯერჯერობით ღიად რჩება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ვინ გადაიხადა, როგორც გაირკვა უსუფაშვილმა ეს სტატია დაუკვეთა გამოცემა Agenda G-ს, ასეთი სააგენტო არსებობს კანცელარიასთან, რომელიც საინფორმაციო სააგენტოა და მთავრობას ემსახურება.
უსუპაშვილი ამბობს, რომ ეს წერილი გადავეცი სწორედ Agenda G-ს და შემდეგ რა მოხდა არ ვიცი, მე წავიკითხა უსუპაშვილის კომენტარს ამ თემაზე. უსუპაშვილის განცხადებით საერთაშორისო გამოცემა International New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული წერილისთვის თანხა არც მას, არც პარლამენტს და არც ბიუჯეტს არ გადაუხდია. ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთი კომენტარი გააკეთა უსუპაშვილმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან სტატია რამდენიმე ევროპულ გამოცემას შესთავაზა, რომელთა მხრიდანაც იყო პირობა მასალის 1/4 დაბეჭვის თაობაზე, ხოლო ამის შემდეგ ის გამოსაქვეყნებლად პორტალ Agenda G-ს გადასცა. მითხრეს, რომ არსებობს ქართული პორტალი Agenda G, რომელიც სტატიებს ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და აქვს კონტაქტები სხვადასხვა მედია საშუალებებთან. სტატია ინგლისურ ენაზე Agenda G-ს გადავეცი და მივეცი პირობა, რომ სანამ თავად არ გამოაქვეყნებ და მე მასალის ქართულ ორიგინალს არ გავავრცელებდი. ეს არის ის, რაც ვიცი, ისევე როგორც თქვენ ნახეთ ერთ დღეს საერთაშორისო International New York Times-ში მეც მაშინ ნახე. ის თუ როგორ დაიბეჭდა, ვინ დაბეჭდა, არ ვიცი მხოლოდ ის, რომ არც მე, არც პარლამენტს და საქართველოს ბიუჯეტს არც ერთი კაპიკი ამ საქმეში არ გადაუხდიაო, განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუპაშვილმა. მისივე თქმით, საერთოდ არ იცის მასალის გამოქვეყნებისთვის რამე თანხა არის თუ არა გადახდილი. დავით უსუპაშვილმა აღნიშნული სტატიის დაწერის მიზეზებზეც ისაუბრა, რაც ამ სტატიაში წერი არის სრული სიმართლე. გადავწყვიტე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამეხსნა თუ რაშია საქმე. სტატია დაიწერა დაახლოებით 1 თვის წინ, მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთულდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში და არის სერიოზული ხიფათი. ზუსტად ამ დროს მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ვიჯდები ჩემს ოთახში და ვერ ვუყურებ შვიდად იმას, თუ როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას ცალკეული პოლიტიკოსები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული საქართველო, რადგან აქვს ანექსირებული საქართველო, რადგან ხელისუფლებაში პუტინისა და რუსეთის მარიონეტების ხედა. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე ყველაზე უფრო არასწორი ქმედება, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს, ვინაიდან ავრცელებენ მსოფლიოში, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი არის პუტინიდან მართული პოლიტიკური ძალა. დიახ, გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ფაქტები, ხოლო შეფასებები თავად გააკეთო. ამან ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო, ბევრი ადამიანი თავიდან ჩაუფიქრდა ამ მოვლენებს, განუცხადა ჟურნალისტებს საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთი მსვენელი რეკავს მოусვეთ მათ და შემდეგ უკვე დავით ბერძენიშვილი შემოგვიერთება, როგორც მითხრეს, ის უკვე მოგბრძანდა. მივესალმები მაყურებელს, გამარჯობა. გამარჯობა, თორე პატარა საქმეების და გამომხმობა. პირველ რიგში, სტატია თუ ისე უკვეთა და როგორ მოხდა? ცოტა თუ შეიძლება ხმამაღლა არ მესმის სტუდიაში. მაგას აბსოლუტური მნიშვნელობა აქვს, სტატია ისე უკვე და როგორ მოხდა. თავია რომ ბიუჯეტიდან არ არის დაფინანსებული. ის შემეხება. დიახ, ეხლა ისმის. თავარი ამ სტატიის შინაარსი არის. ეხლა დათო უსუპაშვილი მეტნაკლებად შედარებითია ყველაფერი, ჭკვიან და პატიოსან პოლიტიკოსად მიმაჩნია. რაც ხომ დაუწერა არასწორი ან შეცდომით ან სისწრული ან რაღაცა იქ სწორედ იმ საერთაშორისო საზოგადოებაზე ისეთი გაფრიზი ეს წერილი იქ ჩაიგდებდა თავს ხალხურ მდგომარეობაში და დისკრედიტირება გაუკეთებდა საკუთარ თავს. აი თავი ჩემი აზრით შინაარსი, მაგრამ ტყუილი ან არასწორი ინფორმაცია დაეწერა ბატონ დავითს. მეორე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავაახდო, თუ არ ვწდები პეტრე მამრაძემ დაწერა სადღაც და ძალიან მაწუხებდა ეს თემა. რატომ არის მოგრიების რეჟიმში ქართული ოცნება აფხაზეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თითქოს რაღაცა სასწაული, ანახული, გაუგონარი, ან კიდე სიახლე ხდება. ანექსირებულია, იქ რა წელს მოეწერება ხელი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ფაქტი არის, მთავარი მოვლენა არის, რაც მოხდა გასულ წლებში, მათ შორის შევარდნაძის დროს, შემდგომ დაემატა მიხეილ სააკაშვილის დროს და აბსოლუტურად არაფერი არ გრძელდება გოჯი მიწა, როგორც თქვენ აღარ გადმოწეულა. იმ არსებულ ოკუპირებულ თუმცა იურიდიულად გაფორმება ანექსიის მაინც სხვა არის დამეთახმებით. ის იურიდიულად მეცნიერად თუ ვიზახი ჩვენ მეც იურისტი ვარ და ვიცი რასაც ვიზახი. თუ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ჩვენ ვაღიარებთ ამ კანონებს, მისი გაფორმებული რაიმე სახის დოკუმენტი ამის იურიდიული ძალის ხოთი საერთაშორისო ასპარეზზე და აქ ფუჭია ყველაფერი ჩემი აზრით. ეს ფურცლის გაფორმების გარეშე მოხდება თუ ამ ფურცლის გაფორმებით მოხდება, კი, როგორ არა, საყურადღებო თემაა და გარკვეული დოზით რაღაცა მოქმედებია. კარგი, თქვენი მოსაზრება გასაგებია ამ თემაზე. დიდი მადლობა, მივესალმებ ბატონ დავითს, გამარჯობა. დიდი მადლობა მოგბრძანებისთვის. ხო, რამდენიმე თემა დავაანონსე მე უკვე, რაზეც თქვენთან ვისაუბრეთ. პირველ რიგში მოდით ამ დავით უსუპაშვილის წერილზე მითხარით თქვენი მოსაზრება. დიდი ამბავი ატეხილი, მართლაც მნიშვნელოვანია, ვინ გადაიხადა ფული იმ წერილში, რომელიც დიდი ნაწილი ივანიშვილს ეძღვნება პერსონალურად. წერილის პათოსთან და შინაარსთან
პრეტენზია მე არ გამიგია რაიმე არსებითი ხასიათის პრეტენზია ის იყო რომ პარლამენტის თავმჯდომარე დაკავებული არის ივანიშვილის ქება დიდებით და აქ ივანიშვილის ქება დიდება არ არის ჩვენი ამოცანა აქ ლაპარაკია იმაზე რომ საქართველოს სახელმწიფო საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულია და ივანიშვილის გახელისუფლებამდე ეს კურსი იყო დეკლარირებული ივანიშვილის რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების მიერ, შემდეგ გაიზარდა კოალიცია და ჩვენს მიერ დაწერილი და შექმნილი მანიფესტი გახდა კოალიციის 6-ვე სუბიექტისთვის მისაღები აი ამ ორი გამსაზღვრელი არჩევანით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით. ამიტომ დათო უსპაშვილი როგორც ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ ქვეყნისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომელსაც დასავლეთში, ევროპაშიც და ამერიკაშიც საქართველოთი დაინტერესებული ამ რეგიონით დაინტერესებული ექსპერტები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები ანგარიშს უწევენ, მან საჭირო ჩათვალა რომ რაც გინდა დააბრალეთ ივანიშვილს, რაღაცები მეც არ მომწონს, მისი დროზე ადრე წასვლის წინააღმდეგი ვიყავი და ვიყავით ნამდვილად, არც დღეს არ მიმაჩნია რომ სწორად მოიქცა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა პრორუსული პოლიტიკა ქვეყანაში არ უტარებია, ამიტომ მე ვთვლი რომ ეს ნორმალურია, რაც შეეხება იმას, სად და როგორ დაიბეჭდა, მე ისევე არ ვიცოდი, სად დაიბეჭდებოდა, როგორც დათო უსპაშვილი არ იცოდა, ამ წერილის თაობაზე მე ინფორმირებული ვარ დათოსგან აგვისტოში, როდესაც უკვე წერილი მზადდებოდა და მთავრდებოდა. ახლა ბოლო-ბოლო არსებობს ეს აჯენდაჯი და მართლა მეც მაინტერესებს და გაგვარკვიონა. აი უსუფაშვილმა დაწერა წერილი, გამოხატა მის პოზიცია, გადასცა აჯენდაჯის და იმას უნდა დაებეჭდა ჩვენ მქონდა მოლოდინი რომელიმე ევროპულ გაზეთში დაიბეჭდა და არ ჩამოთვლი ახლა იმ გაზეთებს არ ვიცი დათომ თვითონ თქვა თუ არა სადაც იყო ნავარაუდები რომ დაიბეჭდებოდა მე აღმოჩნდა იმ გამოცემაში და გითხას ამ აჯენდაჯიმ ახლა გამჭვირვალეობა ამბობს 75,000-ია გადახდილი არ ვიცი ამბობს თუ არა საიდან და რა ანგარიშიდან არის გადახდილი ამბობს რომ უკითხეთ ჩვენ ამ გამოცემას და მან გითხრა რომ ერთი გვერდი ჩვენთან 75,000 ხო არ ვიცი ამიტომ ეს არ გახდა ინტერესის საგანი სულად ნორმალურია რომ გახდა და ამ აჯენდაჯიმ გითხას ბოლო-ბოლო ახლა რა ხდება და როგორ არის ხო ნუ გითხას მე ჯერჯერობით არა ხო და გითხარ ხო მე სულ არ ვიცი ვინ არის ხო და იმათ თქვა მე თავად ტექსტი და მისი შინაარსი და მისი პათოსი არ იწვევს რაიმე უკმაყოფილებას. ხო არა, გასაგებია თქვენ რასაც გულისხმობთ, მაგრამ უკმაყოფილება რამაც გამოწვევს, სწორედ ეს იყო, რომ რატომ თქვა რაღაც ივანიშვილზე ამდენი აქცენტები, მაგრამ საქართველოს ის ხო აღარ არის ჩვენი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის შექმნილი ხელისუფლება სააკაშვილის შეცვლა ივანიშვილის მეშვეობით და მისი პარტნიორების მეშვეობით მოხერხდა აი ამ კონტექსტში არის ეს და არა ის რომ დღეს ივანიშვილი აწარმოადგენს დღეს ივანიშვილი გადაცემას აპირებს და გახდება თქვენი კოლეგა ნახოთ დებიუტი როგორი ექნება კი ბატონო ნახოთ ინტერესით ველოდებით ყველა მაგრამ უსუფაშვილზე მინდა მაინც რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ ბოლო დროს ბევრმა შეამჩნია ეს და მეც რომ ის არის ძალიან პასიური ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აი თითქოს ადრე მაგალითად პირველ წელს ის იყო ძალიან აქტიური მას მაღალი რეიტინგიც ჰქონდა საკმაოდ დადებითად ხვდებოდა საზოგადოება მის გამოსვლებს ბევრ პოლიტიკურ პროცესში ის იყო წამყვანი ფიგურა და მე ერთხელ დღეს თითქოს გაქრა პოლიტიკური სივრციდან და ნუ 1000-ში ერთხელ რაღაც განცხადებას თუ გააკეთებს რა მოხდა რატომ გადაინაცვლა მან უკანა პლანზე პრაიმ ტაიმი წაიკითხეთ არა პრაიმ ტაიმ სანამ წავიკითხავდი მანამდე ესეთი შეგრძნება მქონდა მე მესმის არა პრაიმ ტაიმი უბრალოდ იმიტომ ვახსენე რომ წერილი მიუძღვა და თუმცა შეგრძნება ამ კვირას პრაიმ ტაიმმა უსუფაშვილის მიუძღვა წერილი ამ მეტრო ყველაზე სუსტი თავმჯდომარეა პარლამენტის ახლა ეგ მეგონა წინა კვირას რესპუბლიკურ პარტიას მთლიანად მოგვიძღვნა წერილი იმის წინა კვირას კიდე მოგვიძღვნა წერილი მოკლედ ერთი თვეა პრაიმ ტაიმი ფრიად რესპუბლიკელოგობს უბრალოდ რა კი შევეხე ამ თემას ზოგი ქართული ოცნების მომხრე გამოდის დეკლარირებული აქვს რომ ქართული ოცნების მომხრეა მაგალითად რა ქვია იმას თავისუფალი თაობა ზონას რო ერჩის ხო ერთმანეთს რო ერჩიან კი თავისუფალი თაობა ხო ნუ იმის ხელმძღვანელი გამოდის დეკლარირებული აქვს რომ მაგრამ მოწონს ღარიბაშვილი
და ამ დროს მაგრამ გვაგინებს რესპუბლიკელებს. ხო, ეს ჩვენი სვენელიც არის. კი, ბევრი არის ესეთი, მაგრამ მოწონს ღარიბაშვილი გვაგინებს რესპუბლიკელებს. ეს ყოველთვის არ არის გულწრფელი დამოკიდებულება, ხანდახან შეკვეთილი არის ასეთი ტექსტები. და აი მამაც ვარკვევ და მაინტერესებს რატო არის შეკვეთილი. იყო დრო მაგალითად შარშან, როცა ამ შეკვეთის წყაროების მატარებელი ადამიანები ხელისუფლებაში დღეს აღარ არიან ხელისუფლებაში. ეს ისე მეც არ ვიტყვი ამ თემაზე. ხანდახან სახელმწიფო კულტურებიდანაც შეუკვეთენ ხოლმე ხან რესპუბლიკელების და ხან ალასანიას წინააღმდეგ წერილებს. ანუ ოცნებიდან გებრძვიან თქვენ? ოცნებიდან იმდენად არა, რამდენადაც არის ადამიანები, ვისაც უნდა დაუმტკიცონ ერთგულება. მაგალითად ხაჩიშვილი გამოდის და ღარიბაშვილს მიმართავს, რომ აი მე დავდგები შენს გვერდი და ძალიან ბევრი ადამიანია რომ ჩვენ გვინდა შენთან ვიყოთ, მაგრამ ეს პროდასავლელი რესპუბლიკა, აი მხედრიონელი განსაკუთრებით იმან დაუდასტურა ღარიბაშვილს საკუთარი ნდობა და სამსახურის შესთავაზა, კახათ არ გამაძებს, სამსახურს თავაზობს და უნდა აგერვა შენსკემა. ის ცუდი პროდასავლელები რო ყავს რესპუბლიკები თავისუფალი დემოკრატები, ეს სივრცე არის. ზოგი გულწრფელია, ზოგი არც თუ, მაგრამ ეს მდგომარეობა სამთავრობო კულუარებიდანაც ხდებოდაო. ხდებოდა და არა ახლა ის ხალხი, ანუ ვერ მოგვერია ეს ხალხი, ჩვენ ეს მინდა ვთქვა. ანუ ზოგი გულწრფელია, ზოგი არა, როგორც ფინანსდებოდა ესა თუ ის ჟურნალისტი თუ სტატია ჩვენს ყვითელ პრესაში ვანო მერაბიშვილის დროს და მიერ, ისე გრძელდება იგივე სტრუქტურების მიერ. ახლა დაფინანსები, ამიტომ ეს ჩვენ ვიცით, რაც ხდება. მაგრამ მე რა ვთქვი, ეს ხო ფაქტია. მე ხო არ ვითქვამს ახლა რომ სუსტი თავმჯდომარეა. მე ვთქვი რომ მისი ეს არის შესამჩნევი. მე რამდენჯერმე Facebook-ზე დავწერე, მანამ ვიდრე ვთქვათ ეს. კი, მაგაზეც გეტყვით, მე დაგიდასტურებთ ამას. დაგიდასტურებთ იმ ტენდენციას, რომ დათო უსუფაშვილი 2012 წელს და განსაკუთრებით 2013 წელს იყო, ერთ-ერთი ყველაზე იზომებოდა, რომ რეიტინგული ფიგურა ძალიან სოლიდური, ძალიან ანგარიშგასაწევით, ასე აღიქმებოდა. ამოცანები იყო ისეთი, რომელსაც დათო ძალიან კარგად უმკლავდებოდა. კოჰაბიტაციის პერიოდი მშვიდობიანად დასრულებაში დათო უსუფაშვილის როლი მე ვფიქრობ გამსაზღვრელი იყო. მიხეილ სააკაშვილთან მისი ესეთი ვერბალური პაექრობაც, ანუ იმანის აჩვენა საზოგადოებამ დაინახა, რომ უსუფაშვილი მარტო მომრიგებელი და მარტო ჭკვიანი და მარტო ექსპერტი არ არის და მარტო კონსტიტუციონალისტი არ არის, საკმაოდ შემტევი პოლიტიკოსია, როცა ამის საჭიროება არის. ვითარება შეიძლება რატო გაქრება? ვითარებაში, არა, გაქრობა დათო არ გაქრება და რესპუბლიკური პარტია არ გაქრება, ამაში მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამქრალი ბევრი მინახავს. კი ბატონო, 30 წელია ხართ, მაგრამ არა, ამიტომ მე მგონია რომ დღეს ჩვენ ვართ სხვა ვითარებაში. გეტყვით იმასაც, რომ 2 წლიანი პერიოდი კოალიცია ქართულმა ოცნებამ ძირითადად გამოიარა პოზიტიურად. ჩვენ ჩავატარეთ 3 არჩევნები. თავისუფალი იყო საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები. ასოცირებს ხელშეკრულება ნატოს სამიტი ერთი ეტაპი დამთავრდა. ახლა ჩვენ გადავედით მეორე ეტაპზე, როცა 2 წელიწადი არავითარი არჩევნები არ არის. ამ დროს ჩვენ ისე როგორც ჩვენს პარტნიორებს გვაქვს სახელისუფლებო ვალდებულებები, მანდატი გვაქვს 4 წლიანი, საიდანაც 2 წელი დაგვრჩა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დადგა მომენტი, რომ კოალიციაში უკვე შესაძლებელი არის მეტი დემოკრატიულობა გადაწყვეტილების მიღების და რეალიზაციის პროცესში. ამიტომ მე ვარაუდობ, რომ უსუფაშვილის და რესპუბლიკური პარტია, ისე როგორც ალასანია, თავისუფალი დემოკრატები და სხვა სუბიექტები, მომდევნო 2 წლის განმავლობაში ახალი რეალობის გათვალისწინებით უფრო ჩართული იქნებიან გადაწყვეტილებების მეტად მიღებაში და მის რეალიზებაში. თუ ვინმეს გონია და ვიცი რომ ზოგს გონია, რომ თავარი არის ავაწყოთ რამდენიმე კაცზე სისტემა და ის სისტემა იმუშავებს, ეს არ არის დემოკრატია. სისტემა მუშაობს პარტიებს. პოლიტიკის სუბიექტები არიან პარტიები და ამ პარტიების ლიდერები. მხოლოდ ამიტომ თელ სისტემაზე, ამიტომ როცა ვლაპარაკობთ უსუფაშვილზე, ვლაპარაკობთ რესპუბლიკურ პარტიაზე. ანუ ეს პაუზა სპეციალურად აიღეთ, რატომ რითი იყო განპირობებული? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამითი არ წაგვიგია, ძალიან პაუზაც არ იყო, ახლა განკრობით არ გამკრალვართ. უსუფაშვილის მეტი მედიატორობა და ნაკლები პოლიტიკური აქტიურობა შევსებული იყო, თქვათ ხიდაშელის მეტი აქტიურობი, ჩვენ ახალი თავმჯდომარე ვქოს, რომელმაც საკრებულოში დაიწყო უკვე სერიოზული მუშაობა და ანგარიშგასაწევი გახდა.
ადგილზე ხათუნა სამნიცე, ვახოხმალაძეა, მე ვარ ვილიანე ხაინდროუშიშოების საბჭოს დივნის მოადგილეა, ჩვენ დავამთავრეთ თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენ ნორმალური შედეგები გვაქვს რესპუბლიკელებს თვითმმართველობის არჩევნებით და ასოციაციების ხელშეკრულება თვითმმართველობის არჩევნები ნატოს სამიტი, ამით ეს ეტაპი დამთავრდა. ამიტომ უსუფაშვილი უფრო მომრიგებლობდა, სხვა რესპუბლიკელები პოლიტიკურად უფრო აქტიურები იყვნენ. ეხლა ვითარება ისეთი არის, რომ მეტი სიმტკიცე კოალიციისა იქნება უზრუნველყოფილი მეტი დემოკრატიულობით. მეტი დემოკრატიულობა გადაწყვეტილების მიღებაში და მეტი პასუხისმგებლობა. აქეთკენ იქნება მეტი დემოკრატია, ანუ აქამდე არ იყო ეს? არა, მეტი იმას ნიშნავს, რომ აქამდე იყო კოჰაბიტაციის პერიოდისთვის შესაბამის და ივანიშვილის პრემიერობის დროს იყო ერთი ვითარება, ივანიშვილის წასვლის შემდეგ და კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ არის მეორე ვითარება, ეს ორივე წელი, ერთი პირველი და მეორე, პრინციპში ნორმალურად გამოვიდა, რა თქმა უნდა, ხარვეზებიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის, ბევრი პრობლემა იყო, ხო, პაცხალაძის პრობლემა იყო, აი ახლა საშინელებების სერია არის ზალადობისა ქალებზე და ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემაც არის, როცა გატყობინებენ და არა გაქვს სათანადო რეაგირება და ამას მოყვება მსხვერპლი მკვლელობა, ხო? 1, 2, ამდენი. ამიტომ მე მგონია, რომ ძალიან მალე იქნება კოალიციაში უფრო საინტერესო გახდება კოალიციები აქამდე იყო, იმიტომ აქამდე იყო სხვა ამოცანები, ეხლა არის სხვა ამოცანები. უსუფაშვილს თხოვეს, რომ ცოტა ხანი რაღაც ჭრილში წასულიყო, ასე გავიგო. ეს არასერიოზული ლაპარაკია ახლა. არა, იყო ასეთი მოსაზრებებიც, რომ თქვა ივანიშვილმა რაღაც ურჩია მას, ასეთი მოსაზრებების გამოფროსად ინფორმაციები გამიგია, რომ ცოტა ხნით ჭრილში ყოფილიყო. ძალიან გადაჭარბებულია ივანიშვილის შესაძლებლობებზე საუბარი უსუფაშვილის გაჩერებასთან დაკავშირებით. აი ესე იგი პასუხებთ. კი ბატონო, და კიდევ უსუფაშვილი არის რესპუბლიკური პარტიის ლიდერი. ის არ არის დღეს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, ბუნებრივია, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირია. და უსუფაშვილი მოქმედებს რესპუბლიკური პარტიის ინტერესების შესაბამისად და ითვალისწინებს ხვის ინტერესებსაც და წერტილი. კი ბატონო, და ბოლოს შეკითხვა ამ თემაზე, თქვენ თქვით, რომ მეტი დემოკრატია იქნება, ეს ნიშნავს იმას თუ არა, რომ თქვა განსხვავებული მოსაზრებები შეიძლება ხმამაღლა მოვისმინოთ უკვე თქვენგან ოცნების ასე შემდეგ პარტია ოცნების გულისხმობ. კოალიცია იმისთვის არის კოალიცია, რომ ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები ისედაც იყო. მაგალითად, როგორც თბილისის საკრებულოში, ისე საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკელები ვიყავით. თანამდებობის პირებისთვის, პრემიების, არჩეული თანამდებობის პირებისთვის საკრებულოში და პარლამენტში პრემიების არ გაცემის ინიციატორები. რესპუბლიკელები ვიყავით და ვერ გეტყვით, რომ ახლა კოალიციაში ქართული ოცნებიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა ამ საქმეში. არის რაღაც კონკრეტული საკითხები. არის საკითხები, ჩვენ მაგალითად ის ორივე მოსამართლე, რომელიც პრემიერმა წარმოადგინა, ჩვენ იმ მოსამართლეების პირველი კენჭისყრის დროსაც გასვლის მომხრე ვიყავით. მაშინ არ იყო ჩამოყალიბებული პარტია ქართული ოცნება, შემდეგ ჩამოყალიბდა და ძალიან კარგი ამ ჩვენი კონსულტაციების შედეგად, რომ ასე ჩამოყალიბდით, რომ ორივე კვალიფიციური კანდიდატი გახდა არჩეული იქნა პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოს წევრებად. რაღაცაში ჩვენ ვერ გაგვაქვს, რაღაცაში სხვას ვერ გაგვაქვს და უფრო ხშირად შეჯერებით გაგვაქვს. ვითარება ასეთია, მაგრამ მე ვამბობ, რომ მე მგონია, რომ შანსი საკმაოდ მაღალია იმისი, რომ კომუნიკაციის ხარისხი იყოს მეტი. რამდენიმე მინიშნებას ეს პროცესი მიმდინარეობს და პროცესის მიმდინარეობის დროს წინსწრებად არ არის სწორი ლაპარაკი, იმიტომ რომ პროცესი მიმდინარეობს, ძალიან პროდუქტიული პროცესი მიმდინარეობს, რომ გავაუმჯობესოთ გადაწყვეტილების მიღების წესი, მექანიზმი და მისი რეალიზება. მაგალითად, მოსალოდნელი არის ის, რომ უფრო გამოიკვეთოს პოლიტიკისაგან სპეცსამსახურების ალაგ-ალაგ რაიონებში ჩართვის აკრძალვა და არაფორმალურად ინფორმაციები ბუნებრივია ჩვენ გვაქვს, რომ ალაგ-ალაგ რაღაცა საკუთარი ფუნქციასთან ერთად, ძირითად ფუნქციასთან ერთად, ხანდახან შეთავსება ხდება
არა მისი უშუალო ფუნქციის ეს მკვეთრად უნდა გაიმიჯოს. ძალიან გაიწელა თვითმმართველობაში. ნუ არის რაღაცა ცალკეულ ადგილებში, სპეციფიკურ რეგიონებში, არის რაღაცა ამისი ინფორმაცია და ნიშნები. მოსმენების საკითხი ამდენი ხანი გაწელია. სულიად ნათელია ვახოხმალაძის და რესპუბლიკელების პოზიცია. ძალიან მკვეთრია. ჩვენ არ გვინდა გასაღები იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მორჩა. ჩვენ ამაზე უკან არ დავიხებთ. ჩვენ მზად ვართ, მივდივართ, ორი გასაღები იყოს, რომ მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს არ კონდეს ამ რატო გაიწელა ამდენი ხანი, იმიტომ ვერ შევთანხმდით. ჩვენ და აღმასრულებელი ხელისუფლების ის ნაწილი, აი ძალოვანი სტრუქტურები, ამდენი ხანი გაწელია, ჩვენ არ ვთმობთ, ისინი არ თმობენ და ვცდილობთ ბევრი თვალსაზრისით ერთმანეთს მივახლოვდით. მაგრამ სადღაც გაჭედილია. იქნება საერთო გადაწყვეტილება. ბევრი ყოფილა ესეთი გაჭედვის მერე საერთო გადაწყვეტილება. უშიშროების საბჭოს თაობაზე კანონპროექტი 1 წლის წინ იყო პირველი მოსმენით მიღებული, მერე გაიჭედა. მიმუშავეთ ჩვენც, მათაც, ყველა მხარე მიმუშავა, ეხლა უკვე მეორე მოსმენით გამოვიდა და პარლამენტმა მიიღო. ეს არის მუშა პროცესი და მით უმეტეს კოალიციას ახლავს ცალკეულ საკითხებში სხვადასხვა სუბიექტები ვარ და სხვადასხვა ხედვები. კი ბატონო, ორი მაყურებელი გველოდება, თუმცა რეკლამაზე უნდა გავიდე.